ოლიგარქიული რეჟიმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციას განაგრძობს. Სუხელღამით ბათუმში საპროტესტო აქციაზე 12 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ჟურნალისტი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი მზია ამაღლობელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმას εδავებიან. დაკავებების სერია ოლიგარქის პოლიციამ იმ დროს დაიწყო, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტები საპროტესტო სტიკერებს აკრავდნენ. დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თეა ვაშალომიძე გვერდება პირდაპირ ეთერში და გვამბობს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები წუხელღამით ბათუმში. დიახ, ჩართვა საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემლობის ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის დაკავებით დავიწყებ. მზია ამაღლობელი გუშინ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად მისი დაკავება მოხდა იმის გამო, რომ მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის კედელზე გააკრა სტიკერი წარწერით ვიფიცებით 15 იანვარს. სწორედ ამის გამო მზია ამაღლობელი დააკავეს და იგი ხელწერილის საფუძველზე დაახლოებით 1 საათში გამოუშვეს, ხოლო მეორედ უკვე სისხლის სამართლის კოდექსს εδავება აჭარის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები მზია ამაღლობელს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მზია ამაღლობელს εδავებიან პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს. ვეცნობოდი პლაკატს, რომლის გამოც დღეს აქციის მონაწილეები დააკავეს. ფიქრობ, რომ აუცილებლად ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და დავიცი. რა გითხრეს რა გაგეთავისუფლეს? არაფერი. ხელწერილის საფუძველზე. მხოლოდ ის, რომ პირველივე დაძახების დროს უნდა გამოცხადდეს სამმართველოს. და ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს. დიახ. ადამიანები დააკავეს იმის გამო, რომ მიაკრეს სტიკერი, ხო? აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მეორეჯერაც დააკავეს, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, მოულოდნელ გარემოში გამოცვიდნენ რაღაც ჯგროდ, ხმაურით, ღრიალით და დაიწყეს ადამიანების დაკავება. აბსოლუტურად ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. იქ იმდენად ქაოსური სიტუაცია შექმნეს, რომ ვინ რას აკეთებდა, ან პოლიციელები, ან ჩვენ, საერთოდ წარმოუდგენელი იყო რაც ხდებოდა, რასაც აკეთებდნენ. აქცია იყო სულად გაწონასწორებული, მშვიდი იშლებოდა უკვე, იმიტომ რომ ადამიანები გავიგეთ, რომ ვიღაცები გარკვეული ადამიანები გამოუშვეს, ხო? ხელწერილით გარკვეული ადამიანები გადაიყვანეს იქ, სადაც გადაიყვანეს და დაიწყო დაშლა აქცია. ამ დროს გამოვარდნენ აი ესე ღრიალით, გინებით, შეურაცხყოფით და აი ამ ტალღაში რა მოხდა, კარგად მეც არ ვიცი. როგორც იცით, 45 დღეა თბილისის პარალელურად ბათუმში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტრადიციულად 7 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. ეწყობა ქალაქში მსვლელობები. სწორედ გუშინ მსვლელობის დროს აქციის ერთი მონაწილე ქალი დააკავეს. შემდეგ საპროტესტო აქცია გადაინაცვლა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან და პოლიციის სამმართველოსთან უკვე მასობრივი დაჭერები დაიწყო. დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თუმცა გუშინ დაკავებიდან 1 საათის შემდეგ არასრულწლოვანი და 2 ქალი გაათავისუფლეს. დანარჩენები კი დაკავებულები არიან და მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას εδავებიან. ითქვა დავსვი და უბრალოდ ჩამათრია 10 პოლიციამ ერთად. რა კითხვა დასვა? რატო დააკავეს ჩემი მეგობრები მეთქი და უცებ და ვერ გაგცემთ პასუხს. და მეთქი პასუხი არ გაგვთ თქვა და უცებ ეს დაიჭირეთ და 15 პოლიციელმა ჩამაფრინდა ერთად. ანუ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი? გავგავიდა. და როგორ გამოგიშვეს ახლა? ხელწერილით გამომიშვეს, მშობელთან კომუნიკაცია არ მქონდა 3 საათი, რაც შესული ვარ იმის მერე, იმას ვეხვეწები, რომ და მოლაპარაკეთ ჩემს მეურმეს დედას თქო და ბოლოს არასამთავრობო რომ მოვიდა, მაგათაც რომ დედას დაურეკეთო და მაგის მერე იყო უკვე მშობელთან კომუნიკაცია. ვინახულე დაკავებულები, მათი მდგომარეობა ნორმალურია, მაინც ემოციური ფონი აქვთ იმის გამო რომ არ იციან რისთვის არიან ისინი დღეს დაკავებულები და ასე რომ გადმომცენ, რომ მე თქვა რომ ხნეთ და ძლიერად არიან, ეს დაკავება მათ უფრო მეტად აძლიერებს და ასევე ელოდებიან სასამართლო პროცესს, რომელიც სავარაუდოდ ორ შაბათს გაიმართება და მამაკაცები გადაყავთ ლანჩხუთში და ჩემთვის როცა გამოდიოდი, ცნობილი გახდა, რომ მანდილოსნები, რომლებიც არიან იქ დაკავებულები, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვებენ. სრულიად უმიზეზოდ იმის სკანდირებით, რომ
რუსეთის შნიერი ხარ თქვა ერთ-ერთ მილიციელს უთხარი და ამაზე გაღიზიანდა თუმცა ორმაგი სტანდარტი კვლავ ჩვენს ქვეყანაში მან უწმაწური სიტყვები დამიძახა მილიონჯერ გამიმეორა დაკავების იზოლატორში თუ რაც ხდება იქ მითხრა ძალიან ბევრჯერ ვინ იყო და აღმოვაჩინე რომ ირაკლი დგებულაძე თურმე ირაკლი დგებულაძე არ დამავიწყდება შენი სიტყვები როცა მითხარი რომ მოიკითხე შნირი შენ სანათესაოშიო და მადლობა ღმერთს ჩემს სანათესაოში ჩემს სამეგობროში რუსეთის შნირი არავინ არ მყავს და არც არასდროს მეყოლება რუსეთის შნირები არიან აიქ როგორც იცით, ბათუმში თვენახევარია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, თუმცა გუშინ პოლიციელებს უკვე ნერვებმა უმტყუნეს და მასობრივი დაკავებები დაიწყეს. დააკავეს აჭარის ყოფილი სახალხო დამცველი ციალა ქათამიძე, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს და ციალა ქათამიძემ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა ტელევიზიასთან. იგი ამბობს, რომ მის მიმართ არა, თუმცა დაკავებულების მხრიდან პოლიციის სამმართველოს შენობაში ხორციელდებოდა ძალის გადამეტება და ამის შესახებ მას ესმოდა. თქვენ შეგიძლიათ ახლა მისი კომენტარი მოისმინოთ. ძალიან ბევრი ხმაური მესმოდა ჩემი დაკავების შემდგომ იქ და იმედი მაქვს რომ ის ადამიანებისაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილზე მოყვებიან ამის შესახებ. მე არ მესმოდა სახეებს ვერ ვხედავდი ამ შემთხვევაში და ეს რა ქვია მესმოდა და თუ ვინმე დაკავებულთაგან მოყვება იმის შესახებ, იმიტომ რომ სახეებს ვერ ვხედავდი, აშკარად მესმოდა ყვირილი გინება და ცემატყება. ეს მესმოდა. უბრალოდ კი, უბრალოდ ამაზე უნდა ილაპარაკონ თავად, იმიტომ რომ მე ვერ გავარჩიე ვინ შემოდი და ვის აყენებდნენ შეურაცხყოფას ამ შემთხვევაში გინების ხმაც იყო ანუ სადაკავებულები სადაც ვიყავით იქ შემოყავდათ ადამიანები და ისმოდა გინება არ დამარტყა ხელი ამის ამბავით არ ვიცი დანარჩენი არ მინახავს თუმცა იმედი მაქვს რომ ეს ადამიანები ვინც შიგნით არიან და ასევე დღეს დააკავეს გადაიყვანეს უკვე იზოლატორებში იმედი მაქვს ამაზე ისაუბრებენ ჩვენი ინფორმაციით დაკავებულები ლანჩხუთისა და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები. მათი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, რაც შეეხება საპროტესტო აქციას. აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი ტრადიციულად 7 საათზე დღეს კვლავ შეიკრიბებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ისევ გააპროტესტებენ რუსულ რეჟიმს.